ივანე ცისკარი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთ ქალაქში ერთი მჭედელი. შვილები არ ჰყავდა, თუმცა გულით კი უნდოდა რომ ჰყოლოდა. ერთხელ მჭედლის ცოლი წყალზე წავიდა. კოკა წყალს შეუდგა და ავსებას დაელოდა. უცბად ხედავს რომ წყალს 3 თურაშაული ვაშლი მოაქვს. მჭედლის ცოლი დასწვდა ვაშლებს და სახლში წაიღო. ერთი ვაშლი ქმარს მისცა, ერთი თვითონ შეჭამა და ერთიც შუაზე გაიყვეს. ვაშლის ჭამის შემდეგ მჭედლის ცოლი დაორსულდა. გავიდა 9 თვე და ერთ საღამოს დედის მუცლიდან ბავშვმა დაიძახა. წადით მღვდელი მოიყვანეთ რომ დაბადებისთანავე მომნათლოს, თორემ გავჩნდები თუ არა იმავე წამს ცაში გავფრინდებიო. მართლაც დაბინდდა თუ არა ვაჟი დაიბადა. მაშინვე მონათლეს და რაკი ბინდისას დაიბადა, ივანე მწუხრისა დაარქვეს. მოწოვა თუ არა ბავშვმა ძუძუ იმავ წამს ზეცაში გაფრინდა. ის იყო მღვდელი უნდა წასულიყო რომ დედის მუცლიდან ახლა მეორე ბავშვმა დაიძახა. მღვდელი არ გაუშვათ შუაღამისაც მეც დავიბადებიო. დაიბადა შუაღამისას მეორე ვაჟი. მღვდელმა მონათლა და დაბადების მიხედვით ივანე შუაღამისა დაარქვა. მოწოვა იმანად ძუძუ და ზეცაში გაფრინდა. მღვდელმა ისევ დააპირა წასვლა, მაგრამ დედის მუცლიდან ახლა მესამე ბავშვის ხმა გაისმა. მღვდელი არ გაუშვათ ცისკარზე დავიბადებიო. ცისკარზე დაიბადა მესამე ვაჟი. მონათლეს და ივანე ცისკარი დაარქვეს. მოწოვა ბავშვმა ძუძუ და თავისი ძმების მსგავსად, ისიც ცაში გაფრინდა. ამ დღიდან ძმები მუდმივად ცაში ცხოვრობდნენ. დაფრინავდნენ ღრუბლებსა და ვარსკვლავებს შორის, მაგრამ ერთმანეთს არ იცნობდნენ. მართალია დედასთან სამივენი ყოველდღე მიფრინდებოდნენ ხოლმე ძუძუს მოსაწოვად, მაგრამ ერთი მეორეს ვერც აქ ხვდებოდნენ. იმიტომ რომ ივანე მწუხრისა საღამოზე მოფრინდებოდა. ივანე შუაღამისა შუაღამისას და ივანე ცისკრისა ცისკრის ამოსვლისას. გავიდა დრო და ძმებიც დავაშკაცდნენ. ახლა უკვე ძუძუს აღარ წოვდნენ და სახლშიც ყოველდღე აღარ მიდიოდნენ. მოფრინდებოდნენ კვირაში ერთხელ, აიღებდნენ მთელი კვირის საგზალს და კვლავ ღრუბლებსა და ვარსკვლავებს მიაშურებდნენ. იმ ქვეყნის ხელმწიფეს ტახტი და სასახლე სწორედ იმ ქალაქში ედგა, სადაც მჭედელი და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. ხელმწიფეს 3 მზეთუნახავი ქალი ჰყავდა. ქალები იმის შიშით რომ მზე არ მოგვეკიდოს ან სიცივემ არ დაგკრასო, ღედაღამე სასახლეში ისხდნენ და გარეთ არ გამოდიოდნენ. ერთხელ მამამ უთხრა ქალიშვილებს. შვილებო, სულ შინჯდომა რა სასარგებლოა. ერთხელ მაინც გადით გარეთ, ზედა ქვეყანა ნახეთ. დაუჯერეს ქალებმა მამას და სასეირნოდ ბაღში გამოვიდნენ. შუა დღისას უცბად ცა მოიღრუბლა. ატყდა ქარიშხალი და საშინელი ელვა ქუხილი. ქალებმა გონზე მოსვლა ვერ მოასწრეს, რომ ციდან ერთი 9-თავიანი დევი დაეშვა. მოიტაცა ხელმწიფის ქალები და ღრუბლებში გაუჩინარდა. ეს ამბავი იმავე დღეს მოედო მთელ ქალაქს და ყველა დაამწუხრა. ხელმწიფემ ყოველ მხრივ გაგზავნა მაძებრები, მაგრამ ქალების კვალს ვერ მიაგნო. მაშინ ხელმწიფესთან მჭედლის შვილების ბებია-ქალი მივიდა და მოახსენა. ამ ქალაქში ერთ მჭედელს 3 ვაჟი ჰყავს და სამივენი ზეცაში ცხოვრობენ. ფრინველები დაფრინავენ, ცაცხელში უჭირავთ და დედამიწაც. თუ ეცოდინება ვინმე შენი ქალების ამბავი, იმათ ეცოდინებად. დაიბარე და გამოჰკითხე. ხელმწიფემ მაშინვე წვეულება გამართა და მჭედელთან კაცი გაგზავნა მისი შვილების დასაპატიჟებლად. შვილები რა თქმა უნდა შინარიყვნენ, მაგრამ მოპატიჟეს დედამ პირობა მისცა, მოვლენ თუ არა გამოვგზავნიო. ბინდისას მოვიდა ივანე მწუხრისა. დედამ ჩვეულებრივ ავახშმა და როდესაც ივანე მწუხრისამ წასვლა დააპირა, უთხრა. ამაღამ შინ დარჩი. ხო ხელმწიფე წვეულებას მართავს და დაგპატიჟა. შვილმა დაუჯერა დედას და დარჩა. დედამ გაუშალა ლოგინი და დააძინა. შუაღამისას მეორე შვილი მოვიდა. დედა იმასაც ჩვეულებრივ გაუმასპინძლდა და სთხოვა. დარჩი შვილო ამაღამ სახლში. ხვალ ჩვენი ხელმწიფე წვეულებას მართავს და რომ არ ეწვიო ეწყინება. დაუჯერა ივანე შუაღამისამ დედას და დარჩა. დედამ დასაძინებლად გაიყვანა. ივანე შუაღამისამ დაძინებული ძმა რომ დაინახა, უცხო კაცი ეგონა და ძალიან გაჯავრდა. ეს ვინღა აქ რომ სწინავს? კითხა დედას. ეგ შენი უფროსი ძმაა. უპასუხა დედამ. ორივენი ერთ ღამეს ხართ დაბადებული, მაგრამ ცალ-ცალკე რომ მოდიხართ, ერთმანეთს ამიტომ არ იცნობთ. ივანე შუაღამისა დამშვიდდა და ძმის გვერდით წამოწვა. გათენებისას ივანე ცისკარიც მოფრინდა. დედა გაუმასპინძლდა, უთხრა ხელმწიფის შემონათვალი. დაძინებული ძმებიც აჩვენა და ისიც იმათ გვერდით დააწვინა. გათენებისას უფროსმა ძმამ ივანე მწუხრისამ რომ გაიღვიძა, უმცროს ძმებს ჯერ ისევ ეძინათ.
ივანე შუაღამისა შუაძილში იყო, ხოლო ივანე ცისკრისას მაშინღა ჩასწინებოდა. ივანე მწუხრისა ძმებს ჯერ არ იცნობდა და ძალიან გაჯავრდა. უცხო ხალხს ჩემს სახლში რა უნდაო. მაშინვე წამოდგა და ხმალს ეცა. ამ დროს დედა შემოვიდა და შვილი რომ ამ ყოფაში დაინახა, შეშინებულმა ჰკითხა. რად გინდა შვილო ხმალი? აქ სამტრო ვინ გყავს? მაშ ეს უცხო კაცები ვინ არიან? კითხა შვილმა. ვაი, მომიკვდეს თავი. შემოიკრა დედამ ხელი. ეგენი ხომ შენი ღვიძლი ძმები არიან? ეგენიც შენსავით ცაში ცხოვრობენ. წუხელ მოვიდნენ და მე აღარ გავუშვი. ცოტა ხნის შემდეგ ივანე შუაღამისამ და ივანე ცისკრისამაც გაიღვიძეს და ძმები სიყვარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს. მერე ხელმწიფესთანაც წავიდნენ. ხელმწიფემ ძმები დიდი პატივით მიიღო და მსახურებს უბრძანა კარგად გაუმასპინძლდითო. სადილის შემდეგ ხელმწიფემ ძმები გვერდით მოისხა და თავისი დაკარგული ქალების ამბავი გამოჰკითხა. ცაში დაფრინავთ, ყველაფერს ხედავთ. ხომ არ იცით ჩემი ქალიშვილები სად არიან? ივანე საღამოსამ და ივანე შუაღამისამ უარი უთხრეს, არც გვინახავს და არც ვიცითო. მაშინ წამოდგა უმცროსი ძმა ივანე ცისკარი და ხელმწიფეს მოახსენა. დიდებულო ხელმწიფევ, ერთ დღეს ღრუბლის ფაფუკ ქულაზე ვიწექი და ვისვენებდი. თანცაზე მიმავალ ღრუბლებს გავუყურებდი. უცებ ქალების ტირილი და წივილ-კივილი შემომესმა. გავიხედე და რას ვხედავ? მოფრინავს უზარმაზარი დევი და ხელში სამი ატირებული ქალი უჭირავს. მაშინვე მშვილდი მოვზიდე, მაგრამ ვერ ვესროლე, რადგან დევი რომ მომეკლა და მიწაზე ჩამომეგდო, ქალებიც დაიხოცებოდნენ. ეს იყო და ეს ჩემი იმათი ნახვა. იმ დღიდან მათ შესახებ არაფერი გამიგია. ხელმწიფეს უზომოდ გაუხარდა, რომ ბოლოს და ბოლოს თავისი ქალიშვილების მნახველი ერთი კაცი მაინც აღმოჩნდა და ივანე ცისკარს უთხრა. ძმები ჩემს ქალებს თუ იპოვით და გამოიხსნით, ძოლებად შეკრთავთ. უფროს ქალს უფროს ძმაზე დავნიშნავ, შუათანას შუათანა ძმაზე, ხოლო უმცროს, რომელიც მზესაც კი სჭარბობს სილამაზით, შენ შეკრთავ. ივანე ცისკარი დათანხმდა. ძმები მოემზადნენ და წავიდნენ მეფის ქალიშვილების საძებნელად. იარეს და ბოლოს ერთ უშველებელ კლდოვან მთას მიადგნენ. მთას ცალი ფეხი ერთ ზღვაში ედგა, მეორე ზღვაში და ისეთი მაღალი იყო, რომ კაცი თვალს ძლივ შეუწუდენდა. კლდის ძირას ერთი კარავი იდგა და შიგ ერთ უზარმაზარ, დიდ თავარ რკინის კაცს ეძინა. ივანე ცისკარმა კარავში ძმები შეგზავნა, გააღვიძეთო, მაგრამ ძმებმა თითიც ვერ გაატოკებინეს. მაშინ ივანე ცისკარი თვითონ შევიდა კარავში, ჩაჰკრა კეფაში მშვილდი რკინის თავიან კაცს და გამოაღვიძა. რკინის კაცს შეეშინდა და სთხოვა, მიძმე და გამოგადგებიო. გიძმობო, დათანხმდა ივანე ცისკარი, თუ აი ამ კლდეზე აგვიყვანო. მაშინ რკინის კაცმა უთხრა. თუ მჭედლობა შეგიძლია, ერთი დიდი ჯაჭვი გააკეთე. შევტყორცნოთ ის ჯაჭვი ზევით, მოვდოთ კლდეს და ავიდეთ. ჭედრის შვილი ვარ და მჭედლობა როგორ არ შემიძლია. უთხრა ივანე ცისკარმა და წავიდა რკინის მოსატანად. მოიტანა ბლომად რკინა, მარწუხები, კვერები, ყველაფერი, რაც საჭირო იყო ჯაჭვის გამოსაჭედად. მარტო გრდემლი ვერსად იშოვა და ამაზე წუხდა. გრდემლად, ჩემი თავი იხმარე. უთხრა რკინის კაცმა და ლოდივით მკვრივი თავი ფეხებთან დაუდო. ივანე ცისკარმა ძმებიც მოიშველია და უზარმაზარი მთის გამწუდომი ჯაჭვი ერთ დღეში გამოკვერა. კლდის ძირას ერთი კარავი იდგა და შიგ უზარმაზარი ჯაჭვის ერთი ბოლო დაამაგრეს. მეორე ბოლოზე ჯაჭვს ფოლადის დიდი ჩანგლები გამოაბეს, რომ კლდეს საიმედოდ მოსჭიდებოდა და ივანე ცისკარმა ძმებს უთხრა. აბა, ასწიეთ და შესტყორცნეთ, იქნებ მივაწუდინოთ. ძმებმა სცადეს, მაგრამ ადგილიდანაც ვერ დაძრეს. მაშინ ივანე ცისკარმა რკინის კაცს უთხრა. აბა რკინის კაცო, ახლა შენ სცადე, იქნებ შენ მაინც მიაწუდინო. რკინის კაცმა მოავლო ჯაჭვს ხელი და რაც ძალი დაღონე ჰქონდა შეისროლა, მაგრამ კლდის ნახევრამდეც ვერ მიუწუდინა. სულ ეგ არის შენი ღონე? კითხა სიცილით ივანე ცისკარმა. სულ ეს არის, მეტი არ შემიძლია. აღიარა რკინის კაცმა. აბა, ახლა მე მიყურეთ. თქვა ივანე ცისკარმა. დაავლო ჯაჭვს ხელი, ერთი ღონივრად მოიქნია, შესტყორცნა და მოსდო კლდის წვერს. დაეჭიდნენ ყველანი ჯაჭვს, მაგრამ ძრავ ვერ უყვეს.
მაშასადამე ჩანგლები კარგად იყო მოჭიდებული წვერში და ასვლა შეიძლებოდა. ივანეცის კარმა ჯერ ძმები აგზავნა, მაგრამ ნახევრამდეც ვერ ავიდნენ. შეეშინდათ და აკანკალებულები უკან ჩამოვიდნენ. ივანეცის კარმა ახლა რკინისკაცი აგზავნა, თან დაარიგა ძირს არ ჩამოიხედო და უფრო უშიშრად ახვალო. მაგრამ წვერამდე ვერც რკინისკაცმა უწია. ცოტაღა უკლდა ასვლას, რომ ძირს ჩამოიხედა, შეეშინდა და გაჭირვებით უკანვე ჩამოფოფხდა. ივანეცის კარმა ძმები რკინისკაცს ჩააბარა და გააფრთხილა. ჩემ დაბრუნებამდე არაფერი დაუშავდეთ, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებო. მერე მოჰკიდა ჯაჭვს ხელი და ზედ კვერნასავით აირბინა. მოექცა კლდეს თავზე და ქალების საძებნელად მარტო წავიდა. იარა და ბოლოს ერთ სპილენძის სასახლეს მიადგა. ეს სასახლე 7 თავა დევისა იყო და ხელმწიფის ქალებიც სწორედ იმას ყავდა ცოლად. შევიდა ივანეცის კარი სასახლეში და ნახა ხელმწიფის ქალი. გამოჰკითხა ვინაობა. ქალმა უამბო თავისი და თავისი დების თავგადასავალი და ბოლოს დაღონებით უთხრა. ნეტა არ მოსულიყავი. 7 თავა დევს ცოცხალი ვერ გადაურჩები და ცოდვა ხარ. ნუ გეშინია, მე ვიცი და იმან. მიუგო ივანეცის კარმა. თუ იმ წყეულს მოკლავ, შენ ქმარი და მეცოლი. უთხრა ქალმა. იქნებ ეგრეც მოხდეს. უპასუხა ივანეცის კარმა. მაგრამ ქმრობას ვერ შეგპირდები და ძლად კი წაგიყვან. გამოვიდა სასახლიდან და დევის მოსვლამდე საჩრდილო ბელში წამოწვა. საღამო ხანზე 7 თავა დევიც გამოჩნდა. ცხენზე იჯდა და სახლისკენ გულარხეინად მოდიოდა. სახლს რომ მოუახლოვდა, ცხენი დაფრთხა და წაიბორძიგა. დევმა აღვირი აუქნია და გაუწყრა. აჩუ შესამგლევ, რა გაშინებს? აქ რა ივანეცის კარი დაგხვდება? შემოვიდა ეზოში და მართლა ივანეცის კარი არ დახვდა. დევმა დაინახა და დაუძახა. ივანეცის კარო, სამტროდ მოსულ ხარ თუ სამოყვროდ? შენთან სამოყრო რა მაქვს? სამტროდ მოვსულ ვარ. უპასუხა ივანეცის კარმა. გადმოხტა ცხენიდან 7 თავიანი დევი და ხაფი ხმით შეუძახა. მაშ თუ სამტროდ მოხვალ, მიწას შეუბერე. შეუბერე, მანდარა ხარ. მიუგო ივანეცის კარმა. დევმა შეუბერა მიწას და ზედაპირი სულ პიტალოს სპილენძად უქცია, მაგრამ ამან ვერ უშველა. ივანეცის კარმა პირველსავე მოქნევაზე მუხლამდე ჩაასო მიწაში. მერე დევმა მოიქნია ივანეცის კარი, იმანაც მუხლებამდე ჩაასო. მეორე მოქნევაზე ივანეცის კარმა დევი უკვე წელამდე ჩაასო და ხმლით 3 თავით წააცალა. გაცეცხლდა დევი, მოიქნია ივანეცის კარი და წელამდე დაიყვანა. ამოხტა საჩქაროდ ივანეცის კარი. დევი ყელამდე ჩაფლო მიწაში და დარჩენილი თავებიც დააყრევინა. მერე ისევ შიგნით შევიდა და ქალს თავისი უფროსი ძმისთვის სანიშნო ბეჭედი გამოართვა. ჩემს დაბრუნებამდე არსად წახვიდეო, უთხრა, გამოეთხოვა და უმცროსი დების საძებნელად წავიდა. იარა ივანეცის კარმა იარა და ერთ ვერცხლის სასახლეს მიადგა. ეს სასახლე 9 თავიანი დევისა იყო და ცოლად ხელმწიფის შუათანა ქალი ჰყავდა. ივანეცის კარი იქაც უშიშრად შევიდა. დევი სანადიროდ იყო წასული და შიგ მარტო ქალი დახვდა. ქალმა სტუმრის ვინაობა რომ გაიგო შეეხვეწა. ჩქარაწადი აქედან 9 თავიან დევს ნუ დაენახვები, თორემ მოკლავსო. ივანეცის კარმა უთხრა. შენ უგეშინია, მე ვიცი და იმანო და დევის მოსვლამდე აქაც საჩრდილო ბელში დაისვენა. მოვიდა საღამოზე 9 თავიანი დევი. სახლთან მიახლოებისას ცხენი წაუბორძიგდა. დევმა შეუტია. აჩუ შესატიალო, რა გაშინებს? აქ რა ივანეცის კრისა დაგხვდება? შემოვიდა ეზოში და აკი მართლა ივანეცის კარი არ დაუხვდა, დაინახა დევმა და დაუძახა. ივანეცის კარო, სამტროდ მოხვალ თუ სამოყვროდ? შენთან სამოყრო რა მაქვს? სამტროდ მოვედი. უპასუხა ივანეცის კარმა. გადმოხტა ცხენიდან 9 თავიანი დევით და შეუტია. მაშ რა კი სამტროდ მოსულ ხარ, მიწას შეუბერე. შეუბერე, მანდარ ხარ. უპასუხა ივანეცის კარმა და ეცნენ ერთმანეთს. ივანეცის კარმა მესამე მოქნევაზე ის დევი ყელამდე ჩასვა მიწაში და 9 თავი გააგდებინა. მერე შევიდა ქალთან. გამოართვა თავისი შუათანა ძმისთვის სანიშნო ბეჭედი. თანაც დაარიგა ჩემს დაბრუნებამდე არსად წახვიდეო და გასწია უმცროსი მზეთუნახავი ქალის საძებნელად. იარა ივანეცის კარმა, იარა და 12 თავიანი დევის სახლში მივიდა, სადაც ხელმწიფის მზეთუნახავი უმცროსი ქალი იმყოფებოდა. სახლიც და ეზო კარმიდამოც სულ ოქროსი იყო
და თვალის მომჭრელად ლაპლაპებდა. შევიდა ივანე ცისკარის შიგნით, გადაეხვია თავის მზეთ უნახავ საცოლეს და გადაკოცნა. ყველაფერი უამბო, რაც თავს გადახდა და ბოლოს უთხრა. აი ახლა აქ მოვედი, რომ 12-თავიანი დევიც მოვკლა და შენ ცოლად წაგიყვანო. ქალმა ტირილი დაიწყო. 12-თავიან დევს ნუ დაენახვები, თორემ მოკლავს. მისი მომრევი ჯერ კაცი არ დაბადებულა. შენ ნუ გეშინია, ანუგეშა ივანე ცისკარმა. მე ვიცი და იმან. გავიდა კარში, დაჯდა ხის ძირას და დაელოდა. საღამო ხანს დაბრუნდა დევი ნადირობიდან. ზის ცხენზე და თავისი სახლისკენ გულარხეინად მოდის. წაიბორძიკა ცხენმა. აჩუ შეოხერო. შეუტია ცხენს დევმა და მათრახიც გადაჰკრა. რა გაშინებს? თვითონ ივანე ცისკარიც რომ დაგვიხდეს, ასოდ დავჭრი და საჯიჯგნად ყვავყორნებს მივუყრი. ამ მუქარი ჩემოვიდა დევი ეზოში. დაინახა ივანე ცისკარი და დაუძახა. ივანე ცისკარო, სამტროდ მოსულ ხარ თუ სამოყვროდ? სამტროდ მოვედი, შენთან სამოყვრო რა მაქვს? უპასუხა ივანე ცისკარმა. მას შეუბერე მიწას. უყვირა დევმა და ცხენიდან ჩამოხდა. შეუბერე, მანდარდგა ხარ? მიუგო ივანე ცისკარმა. დევმა შეუბერა მიწას, ოქრო დაქცია და ივანე ცისკრისკენ გაქანდა. ისიც შეეგება და დაეტაკნენ ერთმანეთს. დედამიწამ ზანზარი დაიწყო. დევი და ივანე ცისკარი ღონეზე არიან და ხან ერთის ძლევს, ხან მეორე. აგერ დევმა ივანე უკვე წელამდე დაიყვანა, მაგრამ იმარჯვა ივანე ცისკარმა, მიწიდან ამოხტა. მოიკრიბა მთელი ძალღონე და დევი ხრებამდე ჩასვა მიწაში. გაიძრო ხმალი და 9 თავი დააგდებინა. დევი დაიღალა და ცისკარს ჰკითხა. თქვენში ომი როგორ იციან? ჩვენში ომობენ და მერე დაისვენებენ. უპასუხა ივანე ცისკარმა. მაშ დამასვენე. სთხოვა დევმა. ივანე ცისკარმა იფიქრა, ეს რომ დავასვენო მერასარგებელი მაქვსო და დარჩენილი 3 თავით წააჭრა. წამოიყვანა ქალი ივანე ცისკარმა და წამოვიდა. სახლს ცოტაზე რომ გამოსცდნენ, ქალმა უთხრა. ივანე ცისკარო, აბა მიიხედე, რამდენი ოქრო რჩება ტყუილად და რად უნდა დავტოვოთ? დევებს ოქრო ვინ მისცა? უთხრა ივანე ცისკარმა. ეგ სულ იმისთვის არის მოგონილი, რომ შენთვის თვალები აება და სიმდიდრით მოეტყუებინე. აბა უყურე თუ არა? შებრუნდა ივანე ცისკარი. ერთი შეუბერა და ოქროს სასახლე და ეზო კარმიდამო სულ მტრად აქცია. ივანე ცისკარმა შუათანა და უფროს დასთანაც ასევე გააკეთა. შეუბერა ვერცხლისა და სპილენძის სასახლეებს და უკვალოდ გააქრო. წამოიყვანა დები და კლდესთან მიიყვანა. ივანე ცისკარმა ჯერ უფროსი და ჩაუშვა ჯაჭვზე და უფროს ძმას ივანე მწუხრისას დაუძახა. ეგ შენია და ხელი მოჰკიდეო. მერე შუათანა ჩაუშვა და ივანე შუაღამისას ჩააბარა. ბოლოს ჯერი თავის საცოლეზე მიდგა, მაგრამ ქალმა უარი უთხრა. რაღაც გული მიგრძნობს, რომ ის რკინის კაცი გიღალატებს. ჯობია პირველად შენ ჩახვიდე. ივანე ცისკარმა არ დაუჯერა. აქ მარტოკას ვერ დაგტოვებოდა, ჩაუშვა. ჩავიდა თუ არა ქალი ძირს, რკინის კაცმა შემოჰკრა ჯაჭვს ლახტი და შუაზე გაწყვეტა. დარჩა ივანე ცისკარი მაღლა. აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ჩავარდნილიყო კლდეზე, მოკვდებოდა. არა და სხვა ჩასასვლელი არსად ჩანდა. რა უნდა ექნა? ამ გასაჭირში რომ იყო, დაბლიდან თავისი საცოლის ხმა გაიგონა. ივანე ცისკარო, 12 თავიან დევს ერთი რაში ჰყავს და თუ გიშველის, ის გიშველის. ამოსძახა ქალმა. ზღვაში რომ ცხვირწამოწვდილი კლდე დგას, იმ კლდეშია დაბმული. დევმა იქ დაამწყვდია, რადგან ერთხელ ჩამოაგდო. წადი, კარი წიხლი კლდეს, დაანგრიე და ის რაში გამოიყვანე. წავიდა ივანე ცისკარი, კრად წიხლი კლდეს, შეანგრია და გამოიყვანა რაში. დიდი ხნის დაუბანელს ზურგსა და კისერზე ხელის სისქე ჭუჭყი დასდებოდა. ხოლო უსმელ-უჭმელობითა და ადგილზე უძრავად დგომით ისე დასუსტებულიყო და დახუთულიყო, რომ ფეხზე ძლივსღა იდგა. რაშმა ივანე ცისკარს თხოვა. 3 დღეს შავმთაზე გამიშვი რომ დავისვენო და ღონე მოვიდგა, თორემ ვერ გზიდავო. ცისკარმა რაში გაუშვა და 3 დღეს აბალახა. მეოთხე დღეს მოიყვანა, დაბანა და შეკაზმა. შედგა ფეხი უზანგში,
მაგრამ რაშმა ცალი ფეხით კიდევ წაიბორძიგა. ივანე ცისკარს კიდევ სთხოვა: მოდი, ამაღამაც დამასვენეო. ივანე ცისკარმა დაასვენა და მეორე დღისით რაში მართლაც ისე მოღონიერდა, რომ ადგილიდან ფეხიც არ მოუცვლია. ივანე ცისკარი შეჯდა. რაში ის სარივით აიჭრა ცაში და სანამ რკინის კაცი და უფროსი ძმები დაბრუნდებოდნენ ქალაქში, 2 დღით ადრე მოიღო დგრიალი. ივანე ცისკარს ძმებისა და რკინის კაცის მოსვლამდე ქალაქში გამოჩენა არ უნდოდა. მაშინ რაშმა უთხრა: რა კი ეგრეა აიყარე აბჯარ საჭურველი, გაიხადე ტანსაცმელი, დამაკარი უნაგირზე და ისევ შავ მთაზე გამიშვიო. გამოიძრო 3 ძუა და მისცა, როცა დაგჭირდე ეს ძუები შეტრუსე და იმავ წამს შენთან გავჩნდებიო. ივანე ცისკარმა დაუჯერა რაშს. აიხსნა იარაღი, გაიხადა ტანსაცმელი, დააკრა უნაგირზე და გაუშვა. თვითონ მათხოვრული ძველმანები ჩაიცვა და ქალაქში გავიდა, რომ ძმებისა და რკინის კაცის მოსვლამდე რამე საქმე ეშოვა. ბოლოს ერთ მჭედელთან მივიდა და სთხოვა: შენი არც ფული მინდა და არაფერი, ოღონდ მომუშავე. მჭედელი დათანხმდა. ამ დროს სწორად ცულს აკეთებდა და ივანე ცისკარს უთხრა: მოდი ბარე მკვერი დამიკარიო. ივანე ცისკარმა მჭედლის საორხელე კვერი ხელში მსუბუქად შეათამაშა და პირველსავე დარტყმაზე გრდემლი კუნძიანად მიწაში ჩაკარგა. მჭედელს გაოცებისაგან პირი ღია დარჩა. ასეთი ღონიერი კაცი თვალით არასოდეს ენახა. იმავე ღამეს გააკეთებინა უზარმაზარი გრდემლი, ჩაასმევინა უზარმაზარ კუნძში და დაიწყო ივანე ცისკარმა მუშაობა. 5 დღის საქმეს 1 საათში აკეთებდა. მჭედელს უზომოდ უხაროდა, რომ მუქთად და უხელფასოდ ასეთი მარჯვე მუშა იშოვა. 2 დღის შემდეგ მოვიდნენ რკინის კაცი და ივანე ცისკრის ძმები და მოიყვანეს ხელმწიფის მოტაცებული ქალები. ხელმწიფე ცასეწია სიხარულით და ქორწილის დღეც დანიშნა. წესით ჯერ უფროსი ქალის ქორწილი უნდა გადაეხადათ, მერე საშუალოსი და სულ ბოლოს უმცროსისა. მაგრამ უფროსდებს ბეჭდები აღარ აღმოაჩნდათ. იმათი ბეჭდები ხომ ივანე ცისკარს ჰქონდა. მეფის ქალებს კი ერთნაირი საქორწილო ბეჭდები უნდა ჰქონოდათ. გააგზავნეს კაცი ოქრო მჭედელთან და თან უმცროსი ქალის ბეჭედი გაატანეს, როგორც უნდათ, ისე მოინდომონ და 2 ამნაირი ბეჭედი გაგვიკეთონო. მაგრამ ყველა ხელოსანმა უარი უთხრა. ბოლოს ივანე ცისკრის ოსტატთან მივიდნენ, მაგრამ ხელი ვერც იმან მოჰკიდა. ივანე ცისკარმა თავის ოსტატს ყურში უჩურჩულა, გამოართვი და მე გავაკეთებო. იმ ღამეს მჭედელმა დაიძინა და ივანე ცისკარი სამჭედლოში დარჩა. ცოტა ხანს ისე ტყუილა დაკაკუნა, ვითომ რაღაცას აკეთებდა. მერე ამოიღო უფროსი და შუათანადის ბეჭდები ჯიბიდან, შეახვია ჩვარში და თაროზე შემოდო. დილას მოვიდა მჭედელი და ჰკითხა: რაქენი, ხელმწიფესთან ხომ არ შემარცხვინეო? ოსტატს როგორ შევარცხვენდი? მიუგო ივანე ცისკარმა. გადმოიღო თაროდან 1 ბეჭედი და მისცა. მაგრამ წუხელ 1-ის მეტი ვერ მოვასწარი, მეორე ხვალისთვის გაგიმზადებ. წაიღეს ბეჭედი და მიუტანეს უფროს ქალს. ხელმწიფეს ისე გაუხარდა, რომ ქორწილში მჭედელიც დაპატიჟა. მჭედელმა ივანეს თხოვა შენც წამოდიო, მაგრამ ივანე ცისკარი არ გაჰყვა. მე არავინ მეპატიჟება და როგორ წამოვიდეო. გავიდა თუ არა სახლიდან მჭედელი, ივანე ცისკარი მაშინვე ქალაქგარეთ გავარდა. შეტრუსა რაშის ძუა და რაშიც იმავე წამს იქ გაჩნდა. ივანე ცისკარმა გადაიცვა თავისი ტანსაცმელი, აბჯარ საჭურველი აისხა, მოახტა რაშს და უთხრა: აფრინდი და ცას მიეკარი, ძირს მაშინ დაეშვი, როცა ჩემი უფროსი ძმა და რძალი ეკლესიიდან გამოვლენ. პირდაპირ კართან მიმაფრინე, რომ ჩემს ძმას ყბაში 1 ლაზათიანი სილა გავკრა. აფრინდა რაში და მიეკრა ცას. ჯვარდაწერილები ეკლესიიდან რომ გამოჩნდნენ, რაში სწორედ მაშინ დაეშვა ძირს და ივანე ცისკარმა თავის უფროს ძმას ყბაში 1 მკვახე სილა აჭამა. მერე ისევ ქალაქგარეთ გავიდა. ისევ გაუშვა რაში შავ მთაზე, აბჯარი და ტანსაცმელით თან გაატანა და ძველმანებში ჩაცმული სამჭედლოში დაბრუნდა. მჭედელი საღამოს ქორწილიდან შეზარხოშებული მოვიდა და უამბო თავის მუშას, რაც ნახა ქორწილში. როგორ დაეშვა ციდან უცნობი ჭაბუკი, როგორ გაჰკრა სილა ნეფეს, როგორ მითელ-მოთელა ხალხი რაშმა ტორებით და მერე მხედრიანად როგორ გაუჩინარდა. რა თქმა უნდა, სიმთვრალის გამო მჭედელი ამბავს აზვიადებდა და ზოგიერთ რამეს კიდევაც აჭარბებდა. აბა, რომ წამოვსულიყავი, ხომ შიშით გული გამისყდებოდა? უთხრა ივანე ცისკარმა. ივანე ცისკარმა იმ ღამეს ისევ აკაკუნა სამჭედლოში და დილას ოსტატს შუათანადის ბეჭედი გადასცა. წაუღეს ქალს ბეჭედი. ქალები ახლა კი ყველაფერს მიხვდნენ. მიხვდა უმცროსი ქალიც და ჩუმად დაიწყო ტირილი. თუ კი მოვიდა, რატომ არ გამომიხსნაო? მაგრამ ივანე ცისკარმა თავისი დრო იცოდა.
იმ დღესაც ისევე მოუხმო რაშს. მიუხტა ეკლესიასთან გამოსვლისას თავის საშუალო ძმას და ერთი მაგარი სილა იმასაც უთავაზა. ასე დასაჯა ივანე ცისკარმა უფროსი ძმები და ბოლოს რკინის კაცის ჯერით დადგა. ივანე ცისკარმა შეტრუსა ძუა და რაშიც იმავ წამს იქ გაჩნდა. ივანე ცისკარმა თავისი ტანსაცმელი გადაიცვა. აისხა აბჯარი არაღი, მოახტა რაშს და უთხრა: ახლა კი მაშინ უნდა დაეშვა ძირს, როცა რკინის კაცი და ხელმწიფის ქალი ეკლესიაში შესვლას დააპირებენ. ნება შენიაო, უთხრა რაშმა და მიეკრა ცას. მოდის რკინის კაცი და მოჰყავს ხელმწიფის უმცროსი მზეთუნახავი ქალი. ის აინონშიაც არ არის და გულში შიში არაფრისა აქვს. ის იყო მივიდა ეკლესიის კართან, რომ რაშიც იქ გაჩნდა. გადმოხტა ივანე ცისკარი, მოუქნია რკინის კაცს ლახტი და ქვესკნელში ჩააძვრინა. მერე თავის ლამას საცოლეს გადაეხვია და გადაკოცნა. ახლა კი მიხვდა ხალხი, ვინც იყო უცხო ჭაბუკი. გაიგეს როგორც იყო საქმე და სიხარულის ყიჟინა დასცეს. ივანე ცისკარმა შეირთო მზეთუნახავი ქალი და როცა ხელმწიფე გარდაიცვალა, ტახტიც თვითონ დაისაკუთრა. დღესაც ხელმწიფე ძის და ისე მართავს თავის ქვეყანას, რომ იქ ცრუ ორ პირი და მოღალატე კაცი ვერ გაიჭაჭანებს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.